მოგესალმებით ყველას ჩემს არხზე. იმედი მაქვს, რომ ყველანი ხართ ძალიან კარგად. დაგიბრუნდით ახალი ვლოგით და ჩემი ყველაზე საუკეთესო ვლოგები იწყება. მივდივართ საფრანგეთში. არ მივდივართ სამუდამოდ წინაზე რომ ვიყავით. თითქმის ყველას ეგონა რომ გადავდიოდით საცხოვრებლად საფრანგეთში. უბრალოდ მივდივართ დასასვენებლად 2 კვირით. უფრო სწორად 12 დღით. საფრანგეთში ვიქნებით 10 დღე, 2 დღე დაგჭირდება გზაში, რადგან აქედან ხვალ გავალთ დილით, პირდაპირ მივდივართ სასტუმროში და შემდეგ სასტუმროდან მეორე დღეს გავაგრძელებთ ისევ გზას, რადგან თუ არ ვცდები 13 საათნახევარია გზა, მთლიანად რომ არ გაჩერდე ისე და აქედან 7 საათი გავივლით, შემდეგ კიდევ ალბათ 7 საათი ან შეიძლება მეტიც, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ხშირად გავჩერდებით. ახლა მინდა რომ სახეზე მასკა გავიკეთო და თან ცოტას მოგიყვებით ჩვენს გეგმებს. უამრავი საქმე მაქვს დღეს, მინდა რომ აკვარიუმი გავწმინდო, ასევე მინდა რომ მთლიანად დავაცარიელო მაცივარი და გავწმინდო, ასევე ჩასალაგებელი გვაქვს ტანსაცმელი და რაღაცეები, არაფერი არ მაქვს ჯერ მზად, არ ვიცი ვის ველოდები და ყველაფერი დღეს უნდა გავაკეთო, ასე რომ დღეს მაქვს გადატვირთული დღე, ხვალაც, ამიტომ გადავწყვიტე რომ ეს ვიდეო დამეწყო დილიდან, რადგან არ ვიცი მერე მექნება თუ არა დრო, რომ ჩავწერო რაიმე. ასევე უნდა მოვრწყა ყვავილები, ყველაფერი მაქვს ჩამოწერილი პუნქტებად, რომ არაფერი არ დამავიწყდეს და წავიდე ისე წყნარად, როგორც იტყვიან სუფთა გულით, წყნარი გულით. ამჯერად მივდივართ სხვა გზით, იგივე სასტუმრო არ გვექნება, თავიდან ვაპირებდით იგივე სასტუმროში წასვლას, მაგრამ შემდეგ მარშრუტი შევცვალეთ და მივდივართ ცოტა სხვა გზით, ამიტომ სასტუმროც სხვა იქნება. ბიოდერმას მასკა და ყველაზე მეტად რაც მომწონს, არ სჭირდება დიდი დრო რომ დაიტოვო, ეგრევე იწოვს კანში, როგორც ხედავთ, უცებ შეიწოვა და უბრალოდ უნდა ჩამოვიბანო ახლა. არ სჭირდება რამოდენიმე წუთი დალოდებით, უბრალოდ წაისმე და ჩამოიბან. წავედი ახლა მე უამრავი საქმე მაქვს და წესით ამ ვლოგისგან უნდა გამოვიდეს ძალიან კარგი ვლოგი, ასე რომ დარჩით ჩვენთან. პირველ რიგში ვიწყებ დილიდან აკვარიუმის გაწმენდვას. აკვარიუმს ვწმენდავ ყოველ კვირაში ერთხელ, აი ასე, ვიღებ სუფთა ღრუბელს და ვუსმევ შიგნიდან, რომ შიგნიდან ნადები წყლის მოშორდეს და გასუფთავდეს. შემდეგ ამომაქვს 10 ლიტრა წყალი, რადგან 30% უნდა ამოვიღო იმ წყლის, რაც შიგნით დევს და შემდეგ ვამატებ 10 ლიტრა სუფთა წყალს. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი ზუსტად 10 ლიტრა ამომაქვს თუ შეიძლება ნაკლები ან ცოტა მეტიც. ეს კილა არის 9 ლიტრიანი და ამომაქვს სავარაუდოდ 10 ლიტრა. ახლა გავთიშე შიგნით გამათბობელი და ფილტრი, ასევე დავტოვე შუქი, რომ თევზებს არ შეეშინდეთ, ისედაც ხედავთ რა დღეში არიან. გავწმენდე, უпростоრად კარგად გავრეცხებ ფილტრის ზედა ნაწილი, ჩავამაგრე ისევ და დავუმატე წყალი. მორჩა, დღეს მეტს აღარაფერს ვაკეთებ, ხვალისთვის წყალი იქნება კამკამა, სუფთა და მოკლედ მთლიანი აკვარიუმიც იქნება სუფთა, ხოლო დღეისთვის იქნება ამღვრეული წყალი, რაღაც მოთეთრო მოცისფრო წყალი
ხოლო ხვალისთვის კარგად გაიწმინდება. ამჯერად წყალში აღარაფერს ვამატებ, ადრე ვამატებდი სპეციალურ გამწმენდ წყალს, მაგრამ მივხვდი შემდეგ, რომ აზრი არ აქვს ამ წყალს და ყოველთვის ერთი და იგივე გამოდის, ამიტომ აღარაფერს აღარ ვამატებ. ეს არის სპეციალური ტაბლეტი, რომელიც უზრუნველყოფს თევზებს საკვებით ზუსტად 2 კვირა და დიდი იმედი მაქვს, რომ სანამ ჩვენ ჩამოვალთ, კარგად იქნებიან და არაფერი მოვათ. ეს ტაბლეტი წყალში იხსნება, წყალი ხდება უფრო ნოყიერი და თევზებს აღარ უნდათ საჭმლის მიღება. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ტაბლეტი თავის საქმეს კარგად გაართმევს თავს, რადგან მაინც მანერვიულებს, ესენიც ცოცხალი არსებები არიან და ამდენი დღე საკვების გარეშე დატოვება არ მინდა. გვყავს უამრავი ლამაზი თევზი და ასევე უამრავი კრაბი. კრაბები არ ჩანან, მაგრამ 20-დან 25 კრაბამდე მაინც გვყავს. ასევე რაც ყველაზე მთავარია გზისთვის და საერთოდ ჩვენთვის, წამლები და მედიკამენტები. აქ მაქვს ბავშვების ცხვირის წვეთები, არ ვიცი როგორ გადაიტანენ ჰაერის შეცვლას, წინაზე კარგად გადაიტანეს, მაგრამ ყოველ შემთხვევისთვის მაინც ავიღე ცხვირის წვეთები. ეს არის შაბი და შაბი არის გოჩასთვის, რადგან ხშირად გამოსდის ხოლმე ენაზე მოწუკები და შაბის გარდა არაფერი არ შველის, ამიტომ შაბიც გადავუდე ყოველი შემთხვევისთვის, რომ თუ რამეა იქაც მოიხმაროს. ასევე ბავშვებისთვის არის საგზაო ტაბლეტები, ნიცა გზას ვერ იტანს და ამიტომ ნიცასთვის ყოველთვის მაქვს ასეთი საგზაო ტაბლეტი, ერთ ცალს სვავს და ყოფნის მთელი დღე. და ყელის ტაბლეტები ვიტამინ C-სთან ერთად. ეს არ არის ყელის წამალი, ეს არის უბრალოდ არ ვიცი როგორ არის ზალბი ქართულად. არის უბრალოდ საწოწნი ტაბლეტები გაციებისთვის ალბათ, მაგრამ ჩემს ბავშვებს ყელის ტკივილის დროს კარგად შველის, ამიტომ ესეც ავიღე. დანარჩენი აი ამათ ამოვიღებ ყუთებიდან და ისე წავიღებ, რომ ძალიან ბევრი ადგილი არ დაიგავოს. ეს არის გულძმარვისთვის და ეს არის ჩემთვის, მაწუხებს ეს ბოლო პერიოდია გულძმარვა, პარაცეტამოლიც ჩემთვის არის, რადგან სხვა გამაყუჩებელი ჩემთვის არ შეიძლება პარაცეტამოლის გარდა და იბუპროფენი, ესეც გამაყუჩებელია, ეს ავიღებ ბავშვებისთვის და სერგოსთვის. ახლა ჩემი პირადი წამლები, ელტეროქსინი, ჩიყვის წამალი, ეს არის ორსულების ვიტამინები და მაგნეზია. ასევე ორსულობის დამადასტურებელი საბუთი, ეს აუცილებელია, რომ თან მქონდეს, აქ წერია ყველა ანალიზები და როგორ მდგომარეობაში ვარ მეც და ბავშვიც. ასევე გოჩას სამედიცინო წიგნაკი, სამწუხაროდ ნიცას არ აქვს ასეთი წიგნაკი, რადგან რომ ჩამოვედით გერმანიაში, გოჩა იყო 2 წლის და 2 წლის ასაკში გადაეცა ეს წიგნაკი, ხოლო ნიცა იყო უკვე 5 წლის და უკვე 6-ის ხდებოდა, ამიტომ ნიცას არ აქვს ასეთი წიგნაკი და რაც ყველაზე მთავარია, კიდევ აცრების წიგნაკები ბავშვების ყოველი შემთხვევისთვის. რადგან ღმერთ მარქნას და საავადმყოფოში ან სადმე კლინიკაში რომ მოვხვდეთ, პირველ რიგში ითხოვენ აცრების წიგნაკს და აი ასეთ წიგნაკებს. ასევე ექიმის რჩევით შევიძინე ასეთი სამედიცინო კომპრესიული გეტრები, ვენები არ მაქვს და საერთოდ არ მაწუხებს ვარიკოზი, მაგრამ მაინც ყოველი შემთხვევისთვის ექიმმა მირჩია, რომ გზაში ჩავიცვა, რადგან ძალიან დიდი ხანი მომიწევს ჯდომა და რაიმე გართულება რომ არ წავიდეს. საღამოს დავიწყე ბუტერბროდების მომზადება, რადგან ხვალ დილით გავდივართ და ხვალ არ მექნება დრო ამ ყველაფრისთვის. მოვამზადე უამრავი უგემრიელესი ბუტერბროდი სხვადასხვა შიგ თავსით. წინაზე რომ ვიყავით,
ვაკეთებდი მხოლოდ უბრალო ბუტერბროდებს მხოლოდ ძეხვით, რადგან მეშინოდა ვფიქრობდი, რომ გზაში არ დამჟავებულიყო ან რამე, ახლა უკვე ვიცი, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი, ამიტომ მოვამზადე სხვადასხვა უგემრიელესი ბუტერბროდები სხვადასხვა შიგთავსებით. როგორც უკვე გითხარით, გავწმინდე და გავანთავისუფლე მაცივარი, პროდუქტი, რომელებიც გახსნილი იყო და ვეღარ გაუძლებდა შემდეგი 2 კვირა, გადავყარე, ხოლო ის პროდუქტი, რომლის გადარჩენაც შესაძლებელი იყო გაყინვის სახით, გავყინე, ასევე გავყინე პომიდორი, მწვანილი, მწვანე ხახვი და ასე შემდეგ. ხოლო ასევე გვქონდა კიტრი დავჭერი წვრილად და კიტრსაც წავიღებთ გზაში, ჩავდე ნაყინის ყუთში, რამოდენიმე დღის უკან ეს ყუთი არ გადავაგდე, შევინახე, რომ გზაში გამოგვეყენებინა და შემდეგ იქვე გადაგვეგდო, რომ ზედმეტი ნივთები აღარ გვეტარებინა აქეთ-იქით. პომიდორს ვყინავ ასე რგოლებად, ასე უფრო მოსახერხებელია სხვადასხვა კერძებისთვის, ღვეზელებისთვის, ხორცი ფრანგულად ასევე უხდება ასე დაჭრილი პომიდორი, ასე რომ ასე დავჭერი წვრილად, დავალაგე ერთი ფენა, შემდეგ ზემოდან დავუდე საკვები პარკი, კიდევ ერთი ფენა დავუწყე და გავყინე საყინულეში. ესეც ჩვენი საგზალი, ბუტერბროდების გარდა გვაქვს კიდევ უამრავი გემრიელობა, აქედან პირდაპირ სასტუმროში მივდივართ და სასტუმროს არ აქვს ვახშამი და სადილი, აქვს მხოლოდ საუზმე, რომელიც არის დილის 7 საათიდან 9 საათამდე, ასე რომ ხვალ დილამდე როგორმე თავი უნდა გავიტანოთ. ესეც გათენდა მეორე დილა, ჩავაწყეთ ნივთები და გავუყევით გზას. გზად გვაქვს გასავლელი თითქმის 8 საათი და სახლიდან გავედით დილის 9 საათზე. ბავშვებმაც გაითვალისწინეს წინანდელი ნიუანსები, ნიცამ პლედი წამოიღო თავისი, რომ გზაში მცივაო და ასე ეფარათ ბავშვებს მთელი გზა პლედი. გავჩერდით რამოდენიმეჯერ საჭირო ოთახში და აქვე არის სასადილო ადგილებიც. იცოდით, რომ გერმანია ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ავტობანზე ავტომობილის სიჩქარე ულიmitოა. რამდენითაც გინდა იმდენი თიარე, თუ გინდა 200 თიარე, თუ გინდა 300, მოკლედ რამდენსაც შეძლებ და როგორც შენს გულს გაუხარდება, ისე შეგიძლია იარო. თითქმის მთელი გზა გერმანიის ავტობანზე ჩვენ 200-ით მივდიოდით და სიმართლე გითხრათ, ვერ გრძნობ, რადგან სხვა ავტომობილებიც ასე სწრაფად დადიან და ამის გამო გზა არის ყოველთვის სუფთა, გახსნილი, რადგან ყველა მანქანა მიდის არა, მიფრინავს. სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, რომ ასე კარგად ვიმგზავრებდი, პირადად მე, რადგან ხშირად მტკივდება წელი ავტომანქანაში დიდხანს ჯდომით და ამჯერად თავს გრძნობდი გადასარევად. ხშირად ვჩერდებოდით, ვსვავდი ყავას და დავდიოდი აქეთ-იქით. ამ დროს ბავშვები შევიდნენ აქვე კაფეში, კარტოფილი ფრი და რაღაცეები მიირთვეს. შიგ დაწესებულებაში ჰაერის უკმარისობა იყო და ჰაერი არ მყოფნიდა, ამიტომ მე გარეთ გამოვედი. შემდეგ კიდევ ერთხელ გავჩერდით, ბავშვებმა ნაყინი მიირთვეს და როგორც იქნა შევედით საფრანგეთის საზღვარზე. სიმართლე გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ 2 იდენტური ქვეყანა, 2
ევროპის უძლიერესი ქვეყანაა გერმანია და საფრანგეთი, მაინც იგრძნობა, რომ საფრანგეთში შედიხარ, სულ სხვა არის, სულ სხვა ჰაერი, სულ სხვა გარემო, იგრძნობა, რომ სხვა ქვეყანაში ხარ, იქ არ ხარ, საიდანაც მოხვედი. ახლა კადრში ხედავთ საფრანგეთის პირველ ქალაქს, რომელიც მდებარეობს საზღვარზე, ასევე საფრანგეთში არის ფასიანი გზები, რაც გერმანიას არ აქვს. გერმანიაში მგზავრობა უფასოა, ხოლო საფრანგეთში რამოდენიმეჯერ გავჩერდით და გადავიხადეთ. ფასი აღენიშნება 10 ევროდან 80 ევრომდე. ისე შეიძლება უფრო მეტიც არის საფასური გზის. უბრალოდ ჩვენ ერთხელ 14 евро გადავიხადეთ, მეორედ 40 ევრომდე და ბოლოს უკვე მეორე დღეს, სანამ მივედით უკვე დანიშნულ პუნქტამდე, გადავიხადეთ სადღაც 80 ევრომდე. ასე რომ არ ვიცი, შეიძლება უფრო მეტიც ღირს გზები. ესეც მოვედით ჩვენს სასტუმროში. ახლა არის 7:30, დილის 9 საათიდან გამოსულები 7:30-ზე შემოვედით B&B ოტელში. მოგვცეს 2 ოთახი და უარი განვაცხადეთ, რადგან მინდოდა რომ ბავშვებიც ჩვენთან ყოფილიყვნენ, ამის გამო შეგვხვდა ასეთი ოთახი, სადაც არის 4 საძინებელი, 1 ორსაწოლიანი და 2 თითოსაწოლიანი. ასევე არის ჭერიანი და მხოლოდ ეს იყო ალბათ ნიუანსი, რომ ჭერიანი ოთახი შეგვხვდა, ასევე ჰქონდა პატარა სააბაზანო, მოკლედ ერთი ღამის გასათევად იდეალურია. საღამოს ჩავედით, ავიღეთ ყავა, კაკაოები და რაღაცეები აპარატიდან და ასე დასრულდა ჩვენი დღეც. ეს არის უკვე მეორე დილა, ჩავდივართ სასაუზმეთ. საუზმე უნდა შეუკვეთო წინა დღით, თუ არ შეუკვეთავ და არ გადაიხდი, მაშინ უფლება არ გაქვს, რომ საუზმეზე ჩახვიდე. ახლა არის დილის 7 საათი, ჩვენთვის არ წარმოადგენს დილით ადრე ადგომა პრობლემას, რადგან ყოველთვის დილის 6 საათზე ვდგებით ყველანი, ასე რომ მშვენივრად დილის 7 საათზე უკვე იქ ვიყავით. ვისაუზმეთ, ახლა ვემზადებით და გაჩვენებთ კადრებს, როგორ უყურებენ ბავშვები ფრანგულ მულტფილმებს. გერმანულს არ უყურებენ ასე, როგორც ფრანგულს და ამ დროს არაფერი რომ არ ესმით. მოვწესრიგდით, მე და ნიცამ თმებიც გავისწორეთ, ნიცასაც გავუსწორე ლამაზად თმები და ვემზადებით კიდევ გზისთვის დაგვრჩა სადღაც 5 საათ ნახევარი გზა. აქ ბავშვები რაღაცეებს მელაპარაკებიან და როგორც ყოველთვის მაჩქარებენ, როგორც ყოველთვის ბოლოს მაქვს მხოლოდ ჩემი თავისთვის დრო და გამზადებულები უკვე მელოდებიან. აქ გაჩვენებთ ჩვენს ლუკებს და სარკე იყო საშინლად ჭუჭყიანი. ამის გამო ნიცა იცინოდა, რომ გადასარევ ფონზე ვიღებთ ვიდეოებს. მოკლედ ახლა არის დილის 9 საათი და გავდივართ უკვე სასტუმროდან. თავს გგრძნობ გადასარევად და ისე მიხარია, რომ ამ დღემაც კარგად ჩაიარა და ასე მშვიდად, წყნარად, უპრობლემოდ ვუყვებით გზას. გზა იყო სულ ასეთი ტყიანი. ჩვენ ამჯერად, როგორც გითხარით, მარშრუტი შევცვალეთ და პარიზის გავლით არ გავსულვართ, გავჩერდით 2ჯერ კიდევ, ახლა ვართ მაკდონალდში და ახლა არის სადღაც 11 საათი თუ არ ვცდები. აქაური მაკდონალდსი მომწონს იმით, რომ მოაქვთ ასეთ პლასტიკებში, ლამაზ ქილებში კარტოფილი და ასევე წვენიც და სალევიც განსხვავებულია ჩვენთან მხოლოდ უბრალოდ მუყაოს ქაღალდის ყუთებში მოაქვთ. როგორც იქნა ჩამოვახციეთ და პატარა დენისი გვეგებება კარებში. ნოემბრის ბოლოს მან სადავო.
ახლა ნახეთ ნანას რეაქცია, წესით 3 საათზე გველოდებოდნენ და 3:30-ზე ჩამოვედით. ამ დროს კაცები მწვადს წვავდნენ გარეთ, ხოლო ნანა და დედიკო სახლში იყვნენ, რაღაცებს ამზადებდნენ, ჩუმად შევედით და მოკლედ ნანამ ემოციები ვერ დამალა. აქ დავასრულებ ჩემს ვიდეოს, უღრმეს მადლობას გიხდით, რომ უყურეთ ბოლომდე. დიდი იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ. მომავალ შეხვედრამდე.